დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავებიან. გამოძება ამტკიცებს, რომ პოლიტიკური პარტიის წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას სპირდებოდა, რისთვისაც მოთხოვნილი თანხის ნაწილი აიღო. საუბარია $5,600-ზე. სუსი ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად ფარულად მოპოვებულ აუდიო და ვიდეო მასალებს ასახელებს, რაც უკვე გასაჯაროვდა. ცანავას დაპატიმრებას პოლიტიკური მოტივით ხსნის მისი პოლიტიკური გუნდი, რომელიც საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე მიუთითებს. ყოფილი მმართველი პარტია თავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარ სამიზნედ აცხადებს. განსაკუთრებით მწვავე იყო შეფასებებში ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ცანავასთან ახლო მეგობრობა აკავშირებს. 5 წლიანი 12,000 ხარ. ყველას გაუშვებენ ახლა, ვისაც საბუთი არა. აი სადაც გინდა მივიდეს და რამდენს ეთქვია. თან ეს 100%-იანი იცის. ირანის მოქალაქეს ბინადრობის უფლების მოპოვების 100%-იან გარანტიას სუსის მტკიცებით ლაშა ცანავა პირდებოდა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი და ლევან ხაბეიშვილთან დაახლოებული პირია. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოპოვებული ამ ვიდეო ჩანაწერით გამოძიება მას თაღლითობას და თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება. სუსის ინფორმაციით ბრალდებული 5 წლიანი ბინადრობის საბუთის გაკეთების სანაცვლოდ 12,000, ერთწლიანის შემთხვევაში კი $5,600 ითხოვდა. გამოძიებით ირკვევა, რომ შეთანხმება ერთწლიან ბინადრობაზე შედგა და უცხოეთის მოქალაქემ ბრალდებულისთვის ნაწილ-ნაწილ მხოლოდ $2,650 გადაცემა შეძლო. $1,000 واقعا دیگه بیشتر نشونه $1,000 და სამშაბათი 3,450. საბუთები ზად აქვს, ხო? ორივე ბინის ორივე ყველაფერი. ირანული პასპორტის ასლი, კი, ქართული პირადობა რო ქონა მაგისი გვაქვს. კი. ხო, კიდე რა გვინდა მეტი არაფერი. 3,000 დღეს და სამშაბათამდე ვაცდით 2,450 და 23-ში იქნება მაგის საბუთი. ლაშა ცანავა დღეს გამთენიისას სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. საკითხზე სპეციალური ბრიფინგი სუსში ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ გამართა. 2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ ლც-ს მოთხოვნით მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ ლც მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. ლც-სთან შეხვედრებისას მას დამატებით $2,500 ამერიკული დოლარი გადასცა. ამრიგად, ლც მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მის მიერ მოთხოვნილი $5,600 ამერიკული დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის $2,650 ASH. რა კავშირების გამოყენებით პირდებოდა ბრალდებული უცხოელს ბინადრობის უფლებით უზრუნველყოფას, ეს გამოძიების მიერ გავრცელებულ მასალებში ნათქვამი არ არის. ის, რომ ცანავას შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან, ადასტურებს მისი ახლო მეგობარი ლევან ხაბეიშვილიც, თუმცა გავრცელებულ ჩანაწერს სუსის პროვოკაციას უწოდებს და აკეთებს მინიშნებას, რომ ეს მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია. ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დაუტოვები ვარ კი არა ჩემს წინააღმდეგ ტიტუშკის მოქნეულ ქვას, ხელს, ხელკეთს, მის თავსა და მუშს უშვერდა. სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია. წესიერი კაცია, შრომელი. ოჯახი და შვილები რომ გამოეკვება დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა. ცხოვლადაც მუშაობდა რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან. დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის. იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს. მაგრამ ლაშა სუსის აგენტ პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს. საზოგადოება კარგად ხედავს ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ. თუ ვინმეს გონია რომ ლაშა ცანავას სახელს და გვარს დავემალები ძალიან შემცდარა. ძმობა, მეგობრობა და კაცობა უპირველეს ყოვლისა. სოციალურ ქსელში მანამდე იყო მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის განცხადება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ სუსი აპირებს ნაციონალური მოძრაობის, განსაკუთრებით კი ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში. თუმცა სააკაშვილი ირწმუნება, რომ მისთვის ძალადობრივი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია. ნაციონალურ მოძრაობაში მოგვიანებით გაკეთებული შეფასებების მიხედვით, ლაშა ცანავას დაკავება პროვოკაციის ერთ-ერთი ნაწილია. ხედავთ სუსის გააქტიურებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს. უნდა თავისთავად ეს ფაქტი მოულოდნელი არ არის და როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,
ჩვენ უნდა ველოდოთ კიდევ უფრო გაცილებით უფრო მასშტაბური ტიპის პროვოკაციებს. საპასუხოდ ნაციონალურ მოძრაობას ქართული ოცნებიდან ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებებს ახსენებენ, სადაც ის ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის იდეაზე საუბრობს. ლაშა ცანავას საკითხში პოლიტიკური სარჩულის არსებობას კი კატეგორიულად გამორიცხავენ და გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებზე მიუთითებენ. მართლ გუნდს იმის საჭვიც აქვს, რომ ცანავა თაღლითობით მოპოვებულ თანხას პარტიის ბიუჯეტს სწირავდა. ეს ბატონი ბრძანდება მსხვილი შემომწირველი ნაციონალური მოძრაობის და როგორც ჩანს კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულის და ესეც არ გვიკვირს საზოგადოებას გავახსენებ რომ ნაციონალური მოძრაობა და რადიკალური ოპოზიცია არის ზუსტად ის კრიმინალური სინდიკატი რომელიც იკვებება იგივე კეზერაშვილის თანხებიდან რომელიც ძარცვავდა ქართული ჯარსა და ასევე ევროპელ პენსიონერებს ამიტომ ეს არის მთლიანად სახე ნაციონალური მოძრაობის აი ასე არ ქვენ ყველას პოლიტპატიმრებს კორუფციაში კაცი პირდაპირ არის პოლიტპატიმრის სტატუსიც გაანიავეს უკვე ყველაფერს არ ქმნევენ შეიძლება ეხა ბელად იქიდან ზეთუნახავი რა სიტყვის ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა იმიტომ რომ მისი ამოცანა არის რომ დაძაბოს და რაღაც ქაოსში შეიყვანოს საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს წევრის ლაშა ცანავას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.180 მუხლის მეორე ნაწილის ბექვე პუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.